ბაჩანა ახალაია შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩანა ახალაიას ბრძანებით პირველი სამმართველოს პირადი შემადგენლობის 7 წევრს პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიდნენ. 7 ადამიანი ერთი თვის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უკანონოდ ყავდათ დაკავებული და მათ სასტიკად აწამებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 მაღალჩინოსანი. ეს იაღუჯის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაა. ბაჩანა ახალაიას ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი ამ პოლიგონზე ჰყავდათ დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებს ერთი თვის განმავლობაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აწამებდნენ. მაბაშიძემ და ადავითაშვილმა ხელებით და ფეხებით სცემეს მუჟუ. ამასობაში მოვიდა მისი თქმით დაზვერვის თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, რომელსაც ჰქონდა ვინჩესტერის ტიპის იარაღი. მან გაისროლა ჯერ ჩვენი ფეხების მიმართულებით მიწაზე, შემდეგ კი ჰაერში. ისიც გვაგინებდა, გვეძახდა მოღალატეებს და აგრესიულად ყვირილით გვთხოვდა გვეთქვა, რატომ ვიყავით პოლიტიკური ოპოზიციონერები. იგი გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა გვცემდა ვინჩესტერის კონდახით. მე პირადად კონდახი ჩამარტყა მუცელში და მარჯვენა ფეხის მუხლში. ბაზიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ნაწამები თანამშრომლები კატეგორიულად გააფრთხილეს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაემხილათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახებს პრობლემებს შეუქმნიდნენ. აღნიშნული ქმედებების შედეგად 7 პირმა მიიღო სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება, მოტეხილობა, დაჟაჟილობა და ფსიქიკური ტრავმა. მიუხედავად აღნიშნულისა, მათთვის არ აღმოჩენიათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს თანამდებობების პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333, 153 და 154 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამთო სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კაპრალი დავით გიორგაშვილი, კაპრალი ალექსი დავითაშვილი, რიგითი ვლადიმერ ზანგიევი და რიგითი რობერტ სუთიძე. გამოძიება გრძელდება. აღნიშნული საქმის გამო შესაძლოა ბრალი ბაჩანა ახალაიასაც დაუმძიმდეს.